Სისტემა აქტივისტების დასჯას განაგრძობს პოლიციელზე თავდასხმაში კიდევ ერთი ბრალდებული ანატოლი გიგაური სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიება მოსამართლე ეჯვებად ნაჭყებიამ არ შეცვალა. სხდომაზე პატრულ ინსპექტორებმა და გამომძიებლებმა მისცეს ჩვენება. სიტყვით ისარგებლა თავად გიგაურმა, რომელმაც თქვა, რომ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს. ვერ ეღირსებით, რომ საქართველოდან წავიდე, ასეთი იყო მისი მთავარი სათქმელი. გიგაურს პოლიციელისთვის სილის გაწვნას ედაობიან, თუმცა კადრებში კარგად ჩანს, რომ პოლიციელი თავად ურტყამს გიგაურს სახეში და აყენებს მას შეურაცხყოფას, აგვე ისმის მისი რეპლიკაც რატომ დაამარტყი. ადვოკატის თქმით, დანარჩენი უკვე იყო დაკავებული საპასუხო რეაქცია. კეთი ნადიბაიძე ესწრებოდა პროცესის გვეტყვის მეც. კეთი, რა თქვეს პირველ რიგში სწორედ ამ თემაზე, ამ ვიდეო კადრებზე სხდომაზე გამოკითხულმა პოლიციელებმა დღეს? სხდომაზე გამოკითხული პოლიციელები, რომლებიც პროკურატურის მოწმეები არიან, ამბობენ, რომ მათ კარგად დაინახეს ანატოლი გიგაურმა, როგორ დაარტყა მათ კოლეგა პოლიციელს, თუმცა არ დაუნახავთ რამდენიმე წამით ადრე, როგორ ძალადობს პოლიციელი ანატოლი გიგაურზე, რომელიც ხმამაღლაყურებდა და შველასაც ითხოვდა, რომ მას ვინმე მიხმარებოდა და სწორედ ამას გაუსვა ხაზი დღევანდელ სხდომაზე თავად ბრალდებულმა ანატოლი გიგაურმა და თავადაც დაუსვა შეკითხვები ამ პოლიციელებს, რომ რატომ არ დაეხმარნენ, როდესაც ჭირდებოდა პოლიციელების დახმარება. დღეს რამდენიმე საათს გაგრძელდა სამი პოლიციელის გამოკითხვა, როგორც გითხარით, თავად ბრალდებულიც უსვამდა შეკითხვებს, რომელიც ამბობს, რომ ეს იყო აუცილებელი მოგერიება მისი მხრიდან, რადგან არავინ დაეხმარა, როცა დახმარებას ითხოვდა და იძულებული გახდა, რომ თავად გაეცა პასუხი და მოეგერიებინა პოლიციელი, რომელმაც მასზე იძალა და თითქმის 4 თვე ანატოლი გიგაური პატიმრობაში იმყოფება, წინასწარ პატიმრობაში. დღეს სასამართლომ ის კვლავ დატოვა პატიმრობაში და ერთ-ერთი არგუმენტი სასამართლოსი და ისევე როგორც პროკურატურის არის ის, რომ შესაძლოა ის მიიმალოს, თუმცა სხდომათა დარბაზშივე განუცხადა პროკურორსაც და მოსამართლესაც, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ის არცაც წასვლას აპირებს, ის დარჩება ქვეყანაში და უფრო მეტიც დარჩება იმ პროტესტის მონაწილედ, საპროტესტო აქციების მონაწილედ, რომლის დროსაც დაახლოებით 4 თვის წინ ანატოლი გიგაური რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიჭირეს. სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი არის მტკიცებულებები, ასევე არაერთხელ გაჟღერდა ჯერ კიდევ აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება. მოცემულ შემთხვევაში 353 პრიმა მუხლის განხილვა ხდება, რაც არც გამორიცხავს და არც ადასტურებს ძალადობა მოხდა თუ არა. თუმცა სასამართლოს სხდომაზე წარდგენილია ვიდეო ჩანაწერები, რომელთა გამოკვლევა მოხდება და შემდეგ უკვე მოწმეთა ჩვენებებთან ერთად შეჯამდება აღნიშნული. ეს იყო აუცილებელი მოგერიება თუ ეს იყო თავდასხმა. ბრალდების მხარის საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით უნდა დარწმუნებულია, რომ სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმის ფაქტს. როცა პროკურორი ხაზსაც არ უსვამს და საერთოდ ფაქტს გაურბის იმის შესახებ, რომ პოლიციელი ურტყავს ანატოლი გიგაურს, ზედმეტია უკვე იმაზე საუბარი, მოუთხოვოთ ჩვენ ბრალდების მხარეს, ანატოლი გიგაურის მოქმედება იყო თუ არა აუცილებელი მოგერიება, შეაფასოს რამდენად რელევანტურია. ბუნებრივი არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ბრალდების მხარე ანატოლი გიგაურის მოქმედება შეაფასებს აუცილებელი მოგერიება. გარდა ერთი პოლიციელისა, არც ერთი პოლიციელი კადრში არ ჩანს, რომელიც უთითებს თითქოს 1 მეტრში, 2 მეტრში იმყოფებოდა ამ ფაქტიდან და დაინახეს ძალადობის ფაქტი, დაინახეს ანატოლი გიგაურის ძალადობის ფაქტი და ამავდროულად არ ამბობენ იმას, რომ 3 წამით უკან დაინახეს ვახტანგ გაბუნიას დაზარალებულის მიერ ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ესეთი პოლიციელები არიან სასახად სუბიექტურები და სასამართლოს არ აწვდიან ობიექტურ ინფორმაციას და როგორც გითხარით, მოწმე პოლიციელებმა დღეს სხდომაზე განაცხადეს, რომ არ დაუნახავთ, როგორ იძალა მათმა კოლეგა პოლიციელმა ანატოლი გიგაურზე და არც გაუგიათ თუ როგორ ითხოვდა დახმარებას ანატოლი გიგაურის, ამაგეროდ კარგად დაინახეს ანატოლი გიგაურმა, როგორ მოუქნია ხელი და დაარტყა დაზარალებულ პოლიციელს. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც არის. ანატოლი გიგაური მისი ინტერესების დამცველები მოითხოვენ, რომ ამ პოლიციელის მხრიდან ძალადობის საკითხი იქნას გამოძიებული, თუმცა ჯერჯერობით ამ საქმეზე სიახლე არ არის ცნობილი, რაიმე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ არ არის არც ანატოლი გიგაურისთვის, არც მისი ადვოკატებისთვის, უფრო მეტიც როგორც განგვიმარტეს, ის პოლიციელიც კი არ არის ჯერჯერობით გამოკითხული, რომელსაც ანატოლი გიგაური ძალადობას ედავება.